ბედნიერი შაბათი მინდა გისურვოთ ყველას, ჩემო საყვარელო გამომწერებო. გიყვარდეთ ერთმანეთი, ნუ კბენთ, ნუ უღრენთ. ძალიან ცუდი საქციელია, ისედაც ცხოვრება არის ძალიან პატარა, ადამიანი არის და მეორე დღეს აღარ არის უკვე რა. ამიტომ რაღაცა პოზიტიური გააკეთეთ, რაღაცა ერთმანეთს გულები გაუგზავნეთ, სიყვარული აუხსენით, უთხარით რომ რა კარგები არიან. მე ყველაზე ვამბობ ჩემ თავზეც, სხვათა შორის, სულ ვცდილობ რომ გამოვსწორდე. ნახეთ როგორი ვიარიან ამა დროს შეხედავ. ჩემი მომპასის კამფეტები რა მალე გაიზარდნენ. წინა კვირას მოვიყვანე სუპატარები და უკვე გაიზარდა ზოგი, ნახეთ რა ფერთა გამა. პერიოდულად ვამატებთ ხოლმე, იმიტომ რომ ზაფხულში რომ ჩამოვდივართ, ნახევარი ეს არის უნიკალური ფერი. გაგიმარჯოთ, თან ვაშლის ძმარს მივირთმევთ, ილაუთენია. თან გესაუბრებით, ეხლა მოვიყვანე ბუნებრივ ინტერნეტსია დიდი ფარფლები, თუ ერთმანეთს არ შეუჭამეს ფარფლები, რომ გაიზრდებიან და მიიღებენ თავის, აი ესეთი ფორმა აქვთ. საბოლოოდ ესეთი ჟეთები არიან, მსხვილები და დაახლოებით 2-3 სანტიმეტრი მეტი არ იზრდებიან, მერე უკვე ლამაზები გახდებიან. კეთილგულები არიან. აი ამათ რო ველაპარაკები ხოლმე, მყავდა 2 დიდი სკალარი, რომელიც ავიწროვებდა და ჭამდა და ამიტომ მოვაცილია, ესეც დიდ ფარფლიანია, ნახე. ეს ორსულია სამწუხაროდ. მე ვერ ვამბავლებ. ეს არის, ნახეთ როგორი ფარფლები აქვს, დიდი. ნახეთ რა ლამაზია. ეს არის გამოყვანილი ჯიში და აი ულამაზესია. სახლში აი თუ მოსავლელად 120 litrიანია, ესეთი აკვარიუმია. ერთი ვერ ვიყიდე კარგი აკვარიუმი, სახლში რემონტი რო არა მაქვს. არაფერს, ეს არის ცოცხალი მცენარე აქ. ნახეთ ეს ამოუვიდა თავზე 50 ლარი მივეცი. იმაში რა ქვია, ცხოველების ბაზრობაზე ადრე, ნუ და დაგლიჯეს, მოჭამეს, მაგრამ ჯერჯერობით არის. ნახოთ რა მოხდება მერე. განათება უნდა ამას კარგი და აი ეს არის ძალიან ლამაზი ფერი, ადრე არ მყავდა ესეთი ფერი. ყველანაირი ფერი მაქვს. ისინი რაღაც ავეთახეთ, თუ რა გჭირს. აი ეს გასაძრომი გვირავი, ასე ვთქვათ, თბილისის ზღვიდან წამოვიღე, მე ჩემით მოვიფიქრე, რომ გამეკეთებინა, ძალიან უყვართ. ესე შეცვლიდებიან, გამოცვლიდებიან და ესეთი გამოვიდა. ეს ხელოვნური ყვავილებია, რა თქმა უნდა. მარტო ერთი სახის თუ გინდათ, რომ კარგად იყვნენ, უნდა გააკეთოთ ერთი სახის აკვარიუმი, ანუ ერთი სახის თევზები, აი ეს ნახეთ რა მხელა ფარფლი აქვს, ამას ცისფერას, ამას ნახეთ რა მხელა ფარფლი აქვს. არის დიდ ფარფლიანები და მოკლე. დიდ ფარფლიანებს თვითონ კარგადაც ერჩიან, აი ესენი, კაი ხიშნიკები არიან. ის პეტელი არის და გაიზრდება. აი ფერი, რა ფერებიც არსებობს, ყველანაირი ფერია აქ. ესე რომ გამოხვალ, დილით, საღამოს განერვიულებული რო ხარ. აი ესე უყურებ ხოლმე ამაც და მშვიდდები. მაიმუნები, გოგოები და ბიჭები, მაიმუნები. ესე რომ ბედნიერ დღეს გისურვებ, ნუ კბენთ ერთმანეთს. ისედაც იმდენი პრობლემები გვაქვს ადამიანებს. რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა ვიყოთ, ამ სტიქიურ უბედურებებს ცალკე უნდა შევებრძოლოთ, სარჩო ვიშოვოთ, შვილები ფეხზე დავაყენოთ, რა გეკბინებათ, რა გეკომენტარებათ, რატო უწერთ ამდენ უბედურებას ერთმანეთს ვერ წარმომიდგენია, აი როგორ შეიძლება რომ
ადამიანის ბედნიერების ვიდეოზე უამრავი მხდება, რომ აი ცოლი მოყავს და აი ფიზიკურად რო არ მოგეწონებათ ამ პატარძალიანს, იცი რეებს უწერთ, ხალხო ეს არის უკვე შინაგან კულტურაზე უკვე აღარაფერს არ ვლაპარაკობ, ეს არის პრობლემები თქვენშია. როგორ შეიძლება ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგი მსუქანია, ზოგი გამხდარია, ზოგი ლამაზია, ზოგი ნაკლებად ლამაზია, ყველას აქვს ბედნიერების უფლება და აი თქვენ, ვინც ეს კომენტარებს წერთ, გაქცე ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემები, ამიტომ ჯობია იმის მაგივრად რომ სხვას ასეთი სიბინძურე დაუწეროთ, საკუთარ თავში ჩაიხედოთ, საკუთარ ნაკლს ჩახედოთ თვალები. თქვენ ხართ უნიკალურები? თქვენ გააქვთ ყველაფერი ისე აწყობილი? უნიკალური ადამიანი, განათლებული ადამიანი, პრობლემა მოგვარებული ადამიანი არასოდეს არ დაუწერს სხვა ადამიანს სიბინძურეს. ვინ ხართ საერთოდ თქვენ? რა უფლება გაქვთ სხვისი პირადი სივრცის გარღვევის, რა უფლება გაქვთ სხვას დაუწეროთ ასეთი ცუდი კომენტარი არ გაქვთ. ცხოვრება არის ვიმეორებ ერთი წამი. აი ერთ დღეს რო გათენდება, უნდა ვილოცოთ, რომ მეორე დღეს არ გვითხრან, რომ გვაქვს ავთვისებიანი სიმსივნე, რომ გვჭირს რაღაცა უბედურება, რომ ჩვენი შვილები კარგად იყვნენ. ხალხო ტრანსპორტით დადიან ჩვენი შვილები, ასე რომ ბობოქრობთ, ასე რომ ილანწყებით, ასე რომ ლანწყავთ ადამიანებს, უფლის ხო უნდა გეშინოდეთ. ამიტომ დაოკდით, ილოცეთ, ყველაფერს შეხედეთ სხვანაირად. ხართ ჯანმრთელები, დადიხართ ფეხზე, ილოცეთ და სხვა ადამიანსაც გაუსურვეთ ეს რას დასცინით ერთმანეთს და შელილო და შეთემუდა, ვინ ვიზე მეტი ხართ, ერთი ამოვარდება ჯვარი გწერია, ერთი მიწისძვრა და მიწასთან გასწორდება ყველაფერი. ვის უნდა თქვენი გუჩი ან შანელი, ან თქვენი ბოტოქსი, აი ვის აინტერესებთ საერთოდ. ამიტომ დაოკდით და ილოცეთ, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ჯანმრთელები იყავით და სხვებს ნუკვენთ. ყველაფერი დაგიბრუნდებათ უკან. ეგოლია. მეტი პატარა 120 ლიტრიან აკვარიუმს უყურებ და მაბედნიერებს. რა არის ეს, რა უბედურება არა კომენტარებს ვკითხულობთ. რა სირცხვილია ამ ხელა ქალები, კაცები, კაცი კაცს აღარ გავს, ქალი ქალს აღარ გავს. რა სიბოღმები, წადი გამოაცხე პეროგი, დალი იყავი ბედნიერი, დატკბი, გაიხედე ფანჯარაში, რა ხდება? არ შეიძლება ესე. მიყვარხარ? ეს მითოდა რომ მეჩვენებინა და მეთქვა